მადლობა დიანა მოწვევისთვის და რადგან მე არ მგონია აქამდე შესაძლებლობა მინდა იმით დავიწყო რომ დიდი პატივისცემა გამოვხატო ჟურნალისტების მიმართ იმ ხალხის მიმართ ვინც ახლა ეგ დგას და ძალიან საინტერესო იყო რეპორტაჟის მოსმენაც რაც შეეხება გადაწყვეტილებას სტუმრებით მაია ფანჯიკიძის დანახვა ძალიან გამიხარდა მისი მოსმენა კი ბატონო ნამდვილად რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პირველ რიგში სიმბოლური ნაბიჯია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით ევროპულ საბჭოში და ევროკომისიაში რომ არის ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ მიუხედავად ამისა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ალბათ ორ მთავარ გზავნილს შეიცავს. პირველ რიგში ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ იმ ხალხი, რომელიც დღეს თვლის საქართველოს ხელისუფლებად, არ არის მათი ადგილი ევროკავშირში არ არის. ანუ არის უბრალოდ ესეთი ასე ვთქვათ სიმბოლური გზავნილი. ამავე დროს ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმით თუ ვის არ ეხება ეს გადაწყვეტილება ვიდრე იმით ვის ეხება და არ ეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს. კი ბატონო, მოქალაქეების ადგილი არის ევროკავშირში, სისტემის ნაწილის, ხელისუფლების ვერტიკალის ნაწილს არ მიესალმებიან ევროკავშირს. ზუსტად ასე. ამიტომ ამ მხრივ ეს არის მე მგონი ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეეძლოთ და ამაზეც იყო საუბარი, მთლიანად გაეუქმებინათ ვიზა ლიბერალიზაცია, გადაწყვიტეს ეს არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რატომ უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც რეალურად იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ ის, ვინც ამას ხელს უშლის, ისინი არიან ამის, ასე ვთქვათ, მთავარი ადრესატები. ხო? მეორე საკითხი არის ისიც, რომ რეალურად შეეხო ვიზა ლიბერალიზაციას, მაინც ეს საქმე დადგა დღის წესრიგში და თავისთავად, ასე ვთქვათ, მაიამ ახსენა, რომ ჯერ იყო და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს გაუქმეს თავიდან და მერე შემოიღეს ვიზა ლიბერალიზაცია ყველასთვის. ამიტომ ეს რაღაცა უკუგზას გავს, ძალიან დიდი იმედია, რომ არ დაძინდება სიტუაცია და მართლა არ მივალთ იქამდე, რომ ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც ამ მთავრობის, ასე ვთქვათ, პირობებში ქვეყანამ მიაღწია რაღაც რისკის ქვეშ დადგება, მაგრამ ნუ თავისთავად არ არის კარგი გზავნილი, რა თქმა უნდა. რატომ ეს ალბათ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი პასპორტებით შევლენ, რატომ? თუ ეს ასე არ არის, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური მისიებიც უნდა წამოვიდნენ საელჩოებიც, ანუ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მაშინ სხვა ტიპის ჯაჭვი იქნება თუ ვიზები აიღონ თუ როგორ გესახება? მე არ მგონი, ახლა ეს დიპლომატიურ წარმომადგენლებზე სხვა კანონმდებლობა ვრცელდება, მათ არ შეეხებათ, მაგრამ როგორც აღნიშნე, ძირითადად არის, ასე ვთქვათ, გზავნილი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ქვეყანაში დემოკრატიას ანგრევს. ეს არის, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი და აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რამ გამოიწვია ეს ნაბიჯი. ეს არ არის პარტნიორების ასე ვთქვათ, მუქარა, ეს არ არის, ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ხალხმა, ეს არის შედეგი იმ პროტესტის და საზოგადოების, ასე ვთქვათ, მიუღებლობის, რომელიც აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ. მათ არ სურდათ რეალურად ჩვენს პარტნიორებს, მაგალითად, საქართველოს დაეყენებინათ ბელარუსის გვერდით. ამიტომ სანქციების, ასე ვთქვათ, მასშტაბი, სტილი განსხვავებულია, ძალიან ასე ვთქვათ, იწყება ერთით და მერე თანდათან ალბათ გაძლიერდება და თუ მივედით იქამდე, რომ არ დაგჭირდა, ეს ხო ძალიან კარგი. მაგრამ არის ერთი მომენტიც, რატოა ეს ვიზა ლიბერალიზაციას, რატო ეხება ძირითადად საქმე, აიცით, ხო, არის ძირითადად ეს კონსენსუსის თემა, რა თქმა უნდა, იდგა საკითხი პერსონალურ სანქციებზე, რომელსაც სჭირდება კონსენსუსი, ხოლო ვიზა ლიბერალიზაციას ყველა გადაწყვეტილებას ამის შესახებ ჭირდება უმრავლესობა, კვალიფიცირებული უმრავლესობა. ნუ უნგრეთის და სლოვაკეთის თემა თქვენ ახსენეთ. ამ მომენტში ეს ასეა. რაღაც მომენტში ორბანისთვისაც გაიზრდება ფასი საქართველოს მხარდაჭერის, უბრალოდ აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხარდაჭერის. ამიტომ ეს არის რა შეიძლება გადაახედოთ
რა შემთხვევაში შეიძლება გადახედოს ორბანმაც და ფიცომაც საკუთარ დამოკიდებულია რა ნაბიჯებს გადადგავენ, რამდენად ასე ვთქვათ უკან დაიხევენ, თუ უფრო აგრესიულები იქნებიან, ახლა ფაქტია ეს აგრესიული ცემა ტყეპა და ის საოცარი ის რაც ვნახეთ, ეს იყო გადაწყვეტილება აბსოლუტურად გათვლილი იმაზე, რომ ხალხი შეეშინებინათ და ეცადათ ესე ვთქვათ ბელორუსული სტილით ოღონდ უფრო სწრაფად მოეგვარებინათ ეს საკითხი. ეხლა თუ გადავხედავთ გზავნილებს ასევე სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებისგან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, რომელიც წევრი არ არის დღეს დაიდო განცხადება ძალიან მკაფიო, აქცენტი კეთდება დაპატიმრებულების განთავისუფლებაზე, ამ ძალადობის სასწრაფოდ შეჩერებაზე, ამიტომ რაღაცა ხედავენ, რომ შესაბამისად ფასიც იზრდება. აქ არ არის მხოლოდ ევროკავშირზე საუბარი. ეხლა თუნდაც იგივე დიდი ბრიტანეთი ძალიან სერიოზული მოთამაშეა, რომელიც არ არის, ასე ვთქვათ, დაბმული არანაირი კონსენსუსის წესებით და როგორც ვიცით, ჩვენ თავარი პროპაგანდისტული ქონდა მას კომუნიკაცია ბოჭორიშვილთან, ქართული ოცნების წარმომადგენელი, ასე მოიხსენია. ახსენა ქართული ოცნების წარმომადგენელი და ხაზი გაუსვა გზავნილს, იმიტომ რომ და მე ქართულადაც თარგმნეს ის, ასე ვთქვათ, ტვიტი, რომელიც დაიდო იმის გამო, რომ ძალიან კარგად იციან, რომ საგარეოს, ასე ვთქვათ, გამოტანილი შინაარსი და ის, რასაც პარტნიორები ამბობენ, ძალიან ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ქართული ვარიანტიც იყო. ყოველ შემთხვევაში იმის გამო, რაც ხდება დღეს თბილისის და სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში, სწორედ ამის გამოძახილია ეს ზარები, ამის გამოძახილია ეს შეზღუდვები და ასე ვთქვათ, მიმართულება ყოველ შემთხვევაში ნათელია. ეს წნეხი, რომელიც არის შიგნიდან და ამას ემატება ასევე წნეხი გარედან, იმედია, რომ ამ კრიზისიდან, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ გამოსავლამდე მიგვიყვანს. ხა მაია ფანჯიკიძემ ახსენა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც ვთქვათ, არ ხდება მთავრობის ფორმირება, ან რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემა. ხო, სხვათა შორის საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში ისრაელის მაგალითი არსებობს და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ეს ჩვეულებრივი გამოსავალი კრიზისიდან გამოსავალის ერთადერთი გზა დემოკრატიულ სახელმწიფოში. მიჯრით უხდებათ რამდენიმე არჩევნების ჩანიშვნა თუ ის კრიზისის გამოხტვის გზა. ახლა მე ბელგიაში ვიყავი და ბელგიაში თითქმის 1 წელი მთავრობის გარეშე ფუნქციონირებდა ქვეყანა და არჩევნები ტარდებოდა. ასე რომ ეს ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ოღონდ რა თქმა უნდა განსაკუთრებულია ქართული ოცნებისთვის. ქართული ოცნება ამ წინააღმდეგობას, რომელსაც ის აწყდება და ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ახლა ის ფასზე თქვენ ახსენეთ, თავარი ფასი არა ვიზის შეზღუდვა, თავარი და სანქციების დაწესება, ეს არ არის მთავარი ფასი. ყველაზე დიდი ფასი არის ის, რომ მათ დაკარგეს მორალური და პოლიტიკური ლეგიტიმაცია მართონ ქვეყანა. და აქედან სხვა გამოსავალი არ არის გარდა ახალი არჩევნებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დაბრუნების არჩევის და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი ალბათ რასაც ხაზი უნდა გაუსვათ. და ასევე მინდა მაინც გამოვეხმაურო, რახან ამ საგარეო თემებზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა სახელმწიფოები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შემოიღეს თავიანთი, ასე ვთქვათ, დასანქცირებულთა ეროვნული სანქციები, ალბათ ასეთი სახელმწიფოების რიგი გაიზრდება. და ნუ ის განცხადება, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, ჩემთვის იყო ყველაზე შოკის მომგვრელი ოფიციალური განცხადება. იმიტომ რომ ხა რადგან ჩემი საქმე ხა რითიც ვარ დაკავებული არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის კვლევა, მე მართლა ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს იყო მარია ზახაროვას დაწერილი ტექსტი. აბსოლუტურად ყველაფრით თავისი არამხოლოდ სულის, აი სიტყვით ვერბატიმ იყო აი რუსეთის საგარეო უწყების რომ პოსტსაბჭოთა გავლენებს ვერ დააღწიეს თავი და რომ ჩვენ არ აუყვებით ამ
მარტო მაგაზეც არა. აი სწორად იმაზე რომ თურმე ესენი არიან ყველაზე სუვერენიტეტ შეზღუდული ქვეყნები, რომ თუ ასე ვთქვათ იღებენ დასავლეთის ღირებულებებს და დასავლური პრინციპებით მოძრაობენ, ესენი არ არიან დამოუკიდებელი ქვეყნები და მარტო ის ქვეყანაა დამოუკიდებელი, რომელიც რეალურად დასავლეთს ებრძვის და რუსეთის მხარეს არის. აი ეს ნარატივი, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ მიზანმიმართულად აწვება მოსკოვი, მაგრამ ამის ამოკითხვა ჩვენ ასე ვთქვათ ქართულ ოფიციალურ დოკუმენტში იყო ძალიან მძიმე წასაკითხი და შესაბამისი რეაქციაც მოყვა სხვათა შორის ლანდსბერგისმა ეგრევე რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცის რისგან შედგება ასე ვთქვათ რუსული სასაუბრო თქვა რომ ტექსტის დაწერაც თავად არ შეგიძლიათ. მართლა შოკისმრომლელი განცხადება იყო, იმიტომ რომ რაღაცა ვიფიქრე ბოლო-ბოლო წყარო მაინც მიეთითებინათ ისეთი კი ბატონო, აი სლოვაკეთის პრემიერის განცხადება ასეთი, რომ ნებისმიერი მოსაზრება საქართველოს საშინაო საქმეებში სანქციების დაწესებით ჩარევასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობისთვის წითელი ხაზია. ანუ ფიქრობთ, რომ ამ ტიპის განწყობებით შეიძლება განწყობებსაც კი გადახედონ ფიცომ და ორბანმა? ამ ორ კონკრეტ მომენტში. რახან ახსენეთ თქვენ ამიტომ გეკითხებით. კი, იმიტომ რომ ახლა სლოვაკეთი არ არის ისეთი მძიმეწონიანი სახელმწიფო, რაღაც მომენტში თუ დასჭირდა გადახედავს, იმიტომ რომ ეს ევროკავშირის შიგნით ძალიან ხშირად არის, რომ კონსენსუსის მიღწევა რთულია და მერე ხდება ასე ვთქვათ შიდა ვაჭრობის თემა, რაღაცაზე მიდის დათმობა, რაღაცის ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში კომპრომისი გამოიძებნება. საერთოდ ევროკავშირის ფუნქციონირების პრინციპი ეს არის, რომ არავინ არ არის 100%-ით მოგებული და არც არავინ არ არის 100%-ით წაგებული. ეს არის ყოველთვის ასე ვთქვათ აი ამ მოლაპარაკების და რაღაც კომპრომისის მიღწევის შედეგი. ამიტომ თუ დადგა ამის საჭიროება მაქამდეც ალბათ. ნატალია, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ნატალია საბანაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს და ახლა